მახალს არაფერს არ ვიტყვი, ჩვენმა კანონმა ამაზე უკვე თქვა. ფაქტიურად, იმიტომ რომ საუზო მართვის უბნები რო გამოიყო კანონის მიხედვით, საუზო მართვის გეგმები უნდა გაკეთდეს და იქ შიგნით უნდა იყოს ჩართული ყველა ის მუნიციპალიტეტი, რომლის ტერიტორიაზე გადის ეს თუ ის აუზის კანონი უკვე გვაქვს. უკვე გვაქვს და ამოქმედებაში არის 26 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყებს სრულად ამოქმედება. აჰა. ასე რომ კანონი მიღებულია ევროდირექტივების მიხედვით არის მეტნაკლებად გაკეთებული, ასე რომ თავარი არის სწორად ავამოქმედოთ. მას იმდენი დებულება აქვს მოსამზადებელი სამინისტროს, იმდენი რაღაცა რეგულაციები არის გასაკეთებელი, რომელიც უნდა მოვიდეს სისრულეში და საუზო მართვის გეგმები რეალურად მართვა, უკვე როცა საზოგადოება ჩართულია და თითეული მუნიციპალიტეტი იქნება ჩართული ამ საუზო მართვის საბჭოში, ამის დებულება უკვე მიღებულია, როგორი უნდა იყოს ეს საბჭოები, რომლებიც უნდა განაგებდეს და რომელიც უნდა ამტკიცებდეს, რომელიც უნდა უпроსტად კი არ ამტკიცებენ, განკარგავდნენ და მონიტორინგს უკეთებდნენ, ამტკიცებს მინისტრი. ამ გეგმებს, ასე რომ და მინისტრთა კაბინეტი, ასე რომ რეალურად ეს მექანიზმები უკვე ჩადებულია მთლიანად კანონში. ასე რომ ეს წყალს რო ვერ გავექცევით და ესეთი ტიპის მართვა უნდა შემოვიდეს შიგნით აუზების მიხედვით, ეს ვიცით და საუზო უბნებით ყველა არ არის გამოყოფილი კანონში. უკვე მკაფიოდ ვიცით, ალაზანი-იორი ცალკეა, უკვე მკაფიოდ ვიცით, რომ ენგური ცალკეა, რიონი ცალკეა და ასე შემდეგ.